ერთხელ მირეკავდა ბატონი ტრისტანი და მეორე ოთახში იყო ტელეფონი და ვეღარ მიუსწარი ბატონი ტრისტანის ზარს და გადაურეკე მერე და ბატონო ტრისტან ბოდიშით რა მეორე ოთახში მქონდა ტელეფონი ვერ მოვისწადე რა იყო ბიჭო ცეკას მდივანი პასუხობდა პირველ ზარზე ეშე რა გამოდექი ერთი ამაერი გამოდექი ცეკას მდივანი ხარ ბიჭო სად ხარ ახლა გამაგებია სახში ვარ ბატონო ტრისტან შეიძლება ახლა კულტურულად გამოდი კაი ადგილას უნდა წაგიყვანო 15 წუთში გამოგივლი ჰე მალე და ჩავიცი ჩავედი თქვენ ჩავჯექით ბატონო ტრისტან სად მივდივართ ძმაკაცის შვილის ქორწილი არის ახლა მუხრანში უნდა ვიგრიალოთ მაგრამ წამოდი არციცი ასდაფატიჟე მაგარი იყო და იქ მომიყვა მანქანაში საოცარი ისტორია რა ჩვენი მგოსანი ადამიანი როა ცხოვრებაში არის რა გადახდა თავს მოგიყვები ახლა ესე იგი უახლოესმა ადამიანმა აჩუქა $1000 და ჩვენ ცხოვრებაში მართლა არსებობს გენიოსი უგანათლებულესი დამსახურებული პიროვნება ადამიანი და აჩუქა $1000 გესმის და სადამოყოთა ვიცი ჩემი სახლის პირდაპირ შენობა იყო მსუბუქი ქალების თავშეყრის ადგილი ხო ხდები ახლა რასაც გეუბნები კი ბატონო ტრისტან ხო და მივიდა იქა და გამოიძახა ამ გოგოების უფროსი ქალბატონი მოგზანდით აქო აქ მაქვს $1000 ამ მახლობელმა რო აჩუქა და რამდენი დღე შემიძლია თქვენთან ყოფნაო რო დავრჩეო $1000 თუ გაქვთო მაშინ კარგი ფული იყო $1000 არც ახლა ცუდი $1000 მაშინ ხო იყო და 10 დღე დატოვეს და 10 დღეო შეგვიძლია დაგტოვოთ მოგემსახუროთ ამ ქალბატონებს ამ ულამაზესი ქალბატონებით ხო და ძალიან კარგი ავიდა მე რაღაც პერიოდი და ხვდები მე ამ უდიდეს ღირსეულ პიროვნებას ბატონო თქვენ ანუ აქ იქ 10 დღე რო იყავით სექსუალური ურთიერთობა ანუ ყოველ დღე გქონდა არა რას ამბობ შენ გაგიჟდი მე მათ შევასწავლე პოეზია და მე მათ ვუკითხავდი იქ გაშლილი იყო ყოველ დღე ხილი კბილეულობები და სასმელი მე მათ ვუკითხავდი პოეზიას შევასწავლე გალაქტიონ ტაბიძე ტიციანი პაულო ტერენტი შაველა წერეთელი მათ არიცოდნენ და მე შევასწავლე მხატვრობა ლადო გუდიაშვილი ფიროსმანი ახვლედიანი პიკასო რემბრანტი ბოსხი კრანახი მათ არიცოდნენ მუსიკა შევასწავლე და მე მათ ვუმღეროდი რახმანინოვს შოსტაკოვიჩს კვერნაძეს აზარაშვილს გადამდგეს ჭკუიდან მოცარტი საერთოდ არიცოდნენ და 10 დღის განმავლობაში თქვენ ხვდებით რა ხდებოდა იქ გამოვიდა გამოუშვეს მორჩა 10 დღე დამთავრდა ვადა $1000 იმ დღეს ფული აღარ დარჩა ჯიბეში იმიტომ რომ ყველაფერი იქ დატოვა კაპიკი ფული აღარ აქვს ხო და გამოვიდა ამ შენობიდან და ბატონი ტრისტან სარალიძე მისი ძმა და მეგობარი ახალგაზრდობიდან მოყოლებული ცხოვრობს მოპირდაპირე მხარეს ეს წვრილი ქუჩა ადის და იქვე ცხოვრობს ბატონი ტრისტანი და ახლა ბატონი ტრისტანი აგრძელებს ხო კაკუნი არის დილა ზამთრის მზიანი დღეა გესმის კაკუნი არის კარებზე და გავხედი ახლას გავხედე და გალაქტიონ ტაბიძის ახალგაზრდობა დგას შავი თმები შავი წვერები პალტო კოჭებამდე ჯოხი ხელში და გავაღეკარი ო ჩემო ძვირფასო მეგობარო მობრძანთან სახში რემონტი მაქვს ძირს ვაგებ იატაკს აქეთ მუხის პარკეტია ჩალაგებული აქეთ მაკაგონის შედის ჩემო ბატონო ხელოსნები მყავს მოწეული ხო და ჩვენს ძვირფას ოსტატებს უთხრა თურმე ბატონო შეშვით მუშაობას გაიცანით თბილისის კოლორიტი მგოსანი ადამიანი ღირსეული პიროვნება და შევატყვი რომ ძალიან გაბრაზებულია ძალიან აწყენი და შემოვიდა ამოვიდა მეორე სართულზე და გავიდა ახლა ჩემ აივანზე გესმის ბატონი ტრისტანი ყვება ტრისტან სიგარეტი ჰოპ ამოვიღე სიგარეტი მივეცი მოუკიდი ახლა გესმის და კაი ღრმანაპასი დაარტყა და ეს გოგოები ახლა ეს კეკლუცი გოგოები გამოფენილი არიან ვერანდაზე გესმის ამ შენობის ვერანდაზე ჩემი სახლის მოპირდაპირე პაპიროს უფუილებს უყველა მზისხივებს ეფიცხებიან გესმის ბატონი ტრისტანი ყვება და დაარტყა ღრმანაპასი თურმე ძალიან ნაწყენია და გაბრაზებული
ავიღებ ხელფას და დედას მოგ კარგია. ოქროსა და კიდე მეკრება მე ფული და დიახ ნახავთ. მოვალ მომზადებული